მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. თქვენთან ერთად იმყოფება მოხალისე ჟურნალისტი სოფიკო ერემაშვილი. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა, სადაც განვიხილავთ თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გელოდებათ საინტერესო ისტორიები, ტრადიციები და განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც თითოეული კუთხისთვის უნიკალურია. გურია. სამეგრელოს მსგავსად გურიაშიც ახალ წელს კალანდის სახელით იცნობენ და ჩიჩილაკსაც ხშირად რთავენ. თუმცა კი თავისებურად ახალი წლის წინა დღეს აქ ღადარში გაცხელებული ცხენლისა და თხილის ჯოხებისგან თლიდნენ ჩიჩილაკს, რომელსაც ტკბილეულისა და ხაჭაპურების გარდა ვერცხლის ფულებითაც კი რთავდნენ ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ ძველქართული ჩიჩილაკის გამოთვლას ხშირად ხის ერთი ტოტის ყოფნის, რაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე ნაძვის მთლიანი ხეების მოჭრა ან მათი პლასმასისგან დამზადება. ძველი დროის ადათის მიხედვით ჩიჩილაკის გამოთვლის შემდეგ გურიაში ერთი განსაკუთრებული წესით არსებობდა. კიდელში უყურო, მოგრძო ჭურჭელში ჩაწყობილი 4 ხაჭაპური ახალგაზრდა ქალს მარანში მიჰქონდა, საიდანაც ბიჭი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით. შუა გზაში შეხვედრილებს შორის ორთაბრძოლა იმართებოდა, იმის გასარკვევად თუ ვინ ვის დაასწრებდა დოქის ან ხაჭაპურების წართმევას და მარანში შეტანას. გოგოს გამარჯვებისას აბრეშუმის უხმოსავალს მოელოდნენ, ბიჭის შემთხვევაში ორძნის. გურიაში ჩასულებს ჩიჩილაკის გარდა სახასიათო საახალწლო კერძებიც დაგხვდებათ. ამ დღეებში აქ ხშირად წხვება ნაზუქები და გურული კვერები ყველითა და კვერცხით. მზადდება კუპატი და საცივიც. სადღესასწაულო ნადიმის მნიშვნელოვანი ატრიბუტი წითელი ღვინო და ღორის ხორციც გახლავთ. სწორედ წითელ ღვინოს უკავშირდება ძველი გურული საახალწლო რიტუალიც, რომლის დროსაც ახალი წლის დილას მამლის ყივილის შემდეგ მთელი ოჯახი იღვიძებდა და სანოვაგით დატვირთული გობით ცარიელი ჩაფითა და მორთული ჩიჩილაკით ხელში მარანში შედიოდნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ხმისამოუღებლად ავსებდა ჩაბს, წითელი ღვინით და ბასილას ღვთაებას ბედნიერი წლის დადგომას თხოვდა. მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ ოჯახის წევრების სახლში და ახალი წლის აღნიშვნას აგრძელებდნენ. სლათ-შეიმინგი მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო ადრესატების გასაკითხად იყენებენ. ძირითადად სლათ-შეიმინგის მსხვერპლები ქალები ხდებიან. გენდერული ტერმინი სექსიზმი. სოფლმხედველობა, რომელიც ქადაგებს სქესთა არათანაბარ უფლებებსა და მდგომარეობას, იგი შესაძლოა გამოვლინდეს სიძულვილში, შეუფასებლობაში და წინასწარ განწყობებში, მთლიანად შესაბამისი სქესის წარმომადგენელთან მიმართებაში ან შესაბამისი სქესის მიმართ სტერეოტიპულ მსჯელობებში. სექსიზმის იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანს სექსისტი ეწოდება. სექსიზმის შედეგია სქესობრივი დისკრიმინაცია, ადამიანთა დისკრიმინაცია სქესის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. სექსიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ფემინისტური მოძრაობის მიერ გაჩაღებული თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლა, ანუ ემანციპაცია მიიჩნევა. მიზოგინია წარმოადგენს სექსიზმის უკიდურეს ფორმას, მოიცავს ქალების დისკრიმინაციას, დამცირებას და უფლებების შელახვას. გენდერული დეზინფორმაცია
შეცდომაში შეყვანა ან არაზუსტი ინფორმაციისა და იმიჯის მიზანმიმართულად გავრცელება, ქალი პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების დისკრიმინაციის მიზნით, რომელსაც საფუძვლად უდევს საზოგადოებაში გავრცელებული მიზოგინიური დამოკიდებულება და სექსისტური სტერეოტიპები. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილები და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. ერთი კვირა გავიდა, მე ვარ ბატონი დიმიტრი და ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა მინდა მოგასმენინოთ შეპირებული საუკეთესო ლობიანის რეცეპტი. მოგესალმებით. დღეს მოვამზადოთ კლასიკური ტრადიციული ლობიანები. ამისათვის დაგვრჩება პირველ რიგში ცომი. გამოვიყენოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი. 800 გრამ ფქვილი დაგვრჩება, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი კოვზნახევარი. ასევე 9 ლიტრი თბილი წყალი. ეს ყველაფერი გადაურვებთ ერთმანეთში კარგად, რომ გავაერთიანოთ მასა. ფქვილი ბოლომდე გამოიყენეთ, 800 გრამზე მეტი ფქვილი არ დაგჭირდებათ. ბოლოს უნდა ჩაზილოთ ზეთით, თვალის ზომით უნდა აკონტროლოთ ზეთის ნორმა. და საშუალოდ 10 წუთი უნდა მოცულოთ, რათა გამოვიდეს ელასტიური ცომი. კარგად მოზელილი, რასაც ქვია, რომ ლობიანების წყობისას გემრიელი გამოვიდეს ლობიანი. ჩვენი მოზელილი ცომი დაასვენეთ, გადააკარით პარკი და გააჩერეთ ბლადგლას, რათა აფხუდეს. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი, მე მოვხარშე მინდვრის ლობიო, ძალიან გემრიელი იყო და მე მიყვარს ლობიანში ხახვი, ამიტომაც ერთი თავი ხახვი დავჭერით წვრილად ძალიან და მოვთუშე ზეთში. თუ თქვენ არ გიყვართ ლობიანში ხახვი, ამ შემთხვევაში ხახვს რომ მოვთუშავთ, გადაწურეთ ზეთი და მხოლოდ გამოიყენეთ ეს არომატული ზეთი, რომელსაც ხახვი მისცემს თავის არომატს და ძალიან უხდება. ასევე უნდა დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მე ამ შემთხვევაში სხვა დამატებითი არანაირი სუნელი არ გამომიყენებია. და მოუზილე ესეც კარგად უნდა გადაურიოთ ერთმანეთში, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. და გეტყვით ერთ საიდუმლოს, გული არ დაგეშლებათ, ცალ-ცალკე არ წავათ, თუ ლობიოსთან ერთად მოხარშავთ ერთ კარტოფილს და გაატარებთ ამ კარტოფილს საერთო მასაში გადაურევთ. იქნება ერთგვაროვანი მასა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. შენაგაშენა ღმერთმა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მე ირმა ვარ 42 წლის. ბავშვობიდან წერ ლექსებს, მაგრამ არ მიბეჭდავენ. სადაც არ გავაგზავნე, ყველგან უარით გამომისტუმრეს. თან მეუბნებიან ძალიან კარგი ლექსებიაო, მაგრამ აი თქვენთანაც ვაგზავნი. ეს ლექსი გუშინ დავწერე. დიახ, გისმენთ, ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. სახლი ქუჩის ბოლოს. მე მარტოობის სევდამ დამრია ხელი, ამ ქუჩის ბოლოს ის სახლი დგას შენ რომ გელოდა. და ახლაც გელის და დარდობს, იქნებ ვეღარ ცნობ ნაცნობ ადგილებს, იქნებ შენც მეძებ, მაგრამ არ გახსოვს სად დგას ის სახლი. ამ სახლს კი ახსოვს ყველაფერი, შენი თვალები, შენი ხელები, მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი, გელი იქ სადაც ბევრი წელი გელოდი. კიდევ ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ. კი გენაცვალე, დიდი სიამოვნებით. უსათაურო. ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა. მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა, მთელი ქვეყანა ჩემი მეწყო მეგონა ალბათ. მერე თანდათან თითქოს
სულ ყველაფერი გაქრა, ორი პატარა გოგო ეზოში დახტის ახლა, მახსოვს მეც მქონდა ერთ დროს სწორედ ასეთი კაბა, სწორედ ასეთი კაბა. დიდი მადლობა, რომ ჩემი ლექსი ეთერში გაუშვით. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბა დროებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.